სიგნიფიკაცია, რომელიც ცნობთ თქვენი თავი. შეიძლება ყველა სფერო რეზონირდეს და იყოს თქვენი, შეიძლება რომელიმე სფერო იყოს თქვენი. დაიჭირეთ თქვენი ინფორმაცია. როგორი იქნება მომდევნო ერთი კვირის ენერგიები ჩვენს ცხოვრებაში, როგორი ენერგიები შემოვა ხუთშაბათიდან მომავალ ხუთშაბათამდე ჩვენს ცხოვრებაში. მომავალი ერთი კვირის მთავარი მოვლენა, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდება, რა არის? როგორი იქნება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში, ერთი კვირის მანძილი ჩვენთვის სამსახურეობრივ საკითხებში, საქმიანობაში, როგორი იქნება მომავალი ერთი კვირა ჩვენს ცხოვრებაში. როგორი ერთი კვირა გველოდება ფინანსებში, როგორი ერთი კვირა გველოდება ფინანსურად. როგორი ერთი კვირა გველოდება სიყვარულის ხაზზე, სასიყვარულო ურთიერთობებში, პარტნიორული კუთხით. როგორი იქნება მომავალი ერთი კვირის მანძილი ჩვენს ცხოვრებაში? რას გვემზადებს ბედისწერა მომავალი ერთი კვირის მანძილზე სასიყვარულო ხაზზე? დედა აქ ადამიანი რაღაცა სიტუაციის განახლებას ელოდებოდა, შეიძლება ძალიან ბევრს ნერვიულობდა, იყო შეგრძნებები, ინტუიცია, მაგრამ არ უგდებდა ყურს, არ უჯერებდა თავის ინტუიციას ადამიანი. შეიძლება რაღაცა სიზმრებს ხედავდით და არც თუ ისე სასიამოვნო სიზმრე. მოკლედ, აქ ადამიანი იყო, ცოტა არ იყოს შეწუხებულ, შეღონებულ მდგომარეობაში, თუმცა ეხლა მაჩვენებენ იმას, რომ თითქოს ეს ადამიანი დიდხნიანი, ჩამთრევი, ანუ შეიძლება წლების განმავლობაში რაღაც თქვენი ცხოვრებავე თქვენვე გითხრევდა, თქვენი წარსული, რომლისგანაც თავს ვერ აღწევდით, ვერ გამოდიოდით. და ეხლა უნდა გრძნობდეთ იმას, რომ აი ისეთი ბატი აღარ ვარ მართლა, აი ესეთ სიტყვები, როგორც ვიყავი ადრე, აი საკუთარ თავს მწყემსავთ, როგორც ასეთი ხვდებით, აი რაღაცა მიმართულებებში შეიძლება თქვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, თქვენს ადრე რა სიტუაციაშიც გახლართულ ხართ, ეხლა შეგნებულად გაქვთ ეს გაანალიზებული, რომ მე აი დავუშვათ ისეთი ისე აღარ წავალ და ისე აღარ ვიქნები, რომ პირობითად ვიღაცამ შეძლოს ჩემი გამობატება, ჩემი მართვა, ხვდებით? აი და თითქოს წარსულში იყურებით და ხედავთ, რომ რამდენჯერ გადადგით ეს ერთი და იგივე ისეთი ნაბიჯი, როდესაც საკუთარ თავს თვლიდით, აი ზედმეტად ბატაჩეთ, ზედმეტად მინდობად, ზედმეტად გულწრფელად, მაგრამ ეხლა ხვდებით, გაანალიზეთ და გააცნობიერეთ, რომ კი, ეს გულწრფელობა და მიამიტობაა, მაგრამ ეს სამყაროს კანონებით ეს არ არის სწორი, სწორედ იმიტომ, რომ ესეთი იყავით, აქ უნდა გაგეღვიძათ, იმას არ გულისხმობენ, რომ აი მე შენ ამას გიზავ, ესეთი იყოთ. არამედ გულისხმობენ იმას, რომ დაუშვათ, აი სანამ რაიმე ქმედებას გააკეთებთ, სანამ სადმე სანამ რაიმეს
პროცესში წასვლას დააპირებთ, მანამდე ჯერ დაფიქრდებით რა სად მივდივარ და იმიტომ რომ იმ ცხოვრების ნაბიჯებმა გამოგატარეთ და გამოგაცდევინათ ის რაც ახლა ვისაუბრე და ანუ აქედან გამოჯანმრთელებული ხართ. Როგორი ერთი კვირა იქნება ენერგეტიკულ დონეზე მომავალი ერთი კვირის განმავლობაში? ჩემო ძვირფასებო, ეხლა ვიგეტყვით. აქ ვიღაცასთან ნახე როგორი სიტუაცია აქ ხომ აჩვენეს რომ დაინგრა კარმა ფაქტიურად გამოდიხართ იმ სიტუაციიდან გამოჯანმრთელება ხდება მომავალი ერთი კვირის განმავლობაში თქვენ კარმა შეგამოწმებთ აუცილებლად თქვენს ცხოვრებაში გამოვა მამაკაცი რომელიც თავისი აი როგორი რაღაც იყო იცი თითქოს ენერგეტიკულად გესხმოდათ თავს ეს ადამიანი ოღონდ სწორი გაგებით ეხლა რასაც გეუბნებით უსმინეთ ენერგეტიკულად ახდენდა თქვენზე ზეგავლენას ენერგეტიკული დამოკიდებულება გქონდათ გრძნობდით მის ენერგიებს და ასე ვთქვათ შეიძლება ერთი და იგივე კარმაში არაერთხელ ჩატრიალებულ ხართ აქ მოხდება ვიღაცასთან მამაკაცი რომელიც ცოტა აი თავის ემოციებში და ეგოისტურად ფიქრობს ამ ადამიანთან შეიძლება მოგივიდეთ კონფლიქტი და ეს იქნება თქვენი კარმის დასასრული საბოლოოდ ის რაც დიდი ხანია უნდა დასრულებულიყო და ახლის დასაწყისი ვიღაცასთან მომავალი ერთი კვირის განმავლობაში მამაკაცთან ვისთანაც მოგივიდათ წინა პერიოდებში კონფლიქტი კიდევ ვამბობ ვინც ენერგეტიკულად აი თითქოს იმხელა გავლენას ახდენდა თქვენზე რომ მეტი არ შეიძლება აი ეს დასრულდება ის ვეღარ მოახდენს თქვენზე ზეგავლენას იმ მხრივ რომ ეს ვთქვათ მოგიცვათ არამედ თქვენ მიწიერად იტყვით რომ მე ვიღებ ახალს ცხოვრებისგან და მხოლოდ ქმედებას გამიგეთ ანუ ენერგეტიკულად აქ თქვენი გონება აჯობებს ხვდებით აქ თქვენი ეს გამოცდილება გამოჯანმრთელება აჯობებს იმას ვიდრე ემოციური აი ესე турბულენტობაში შეგიძლიოს კიდე აქ გიცავთ თქვენი გაცნობიერება თქვენი კარმის დასრულება და ანუ ასე ვთქვათ აღარ შემოუშვებს თქვენთან იმ მომენტს რომ დაგანგრიოთ და როგორც ადრე გიკეთებდათ ეს ადამიანი არამედ ეს იქნება საბოლოო კულმინაცია თქვენი მინუს კარმის დასრულებისა სამართლიანობის აღდგენა მაგრამ იმიტომ რომ თქვენ აქ თქვენი გონების ტრანსმუტირებით გამოდიხართ იმ შიშებიდან და გამოამწყობთ სამუდამოდ და საბოლოოდ იმ თქვენს პირად მტკივნეულ ურჩხულს ისეთ სინათლეში რომელსაც ქვია გაცნობიერება რომელიც ვეღარასდროს ვერ შეძლებს დაბრუნებას რჩევა არის ის ძვირფასებო რომ რაც არ უნდა ენერგეტიკულად ზემოქმედება მოინდომოს ადამიანმა თქვენი გონება დაგიცავთ და ეცადეთ რომ სწორედ აი ამ გაცნობიერების ფონით ეთყობა ვიღაც რჩევის არკანი იყო ეთყობა ვიღაცასთან ცოტა შეიძლება იყოს საფრთხე რომ შეაღწიოს ამ კარმამ და რაღაცა ისევ ჩაატრიალოს მაგრამ აქ გეუბნებიან რომ რჩევა არის ის რომ არ მოექცე ენერგეტიკული ემოციური ზეგავლენის ქვეშ მისი მხრიდან თავარი მოვლენა მომავალი ერთი კვირის განმავლობაში აი ხალხო გეუბნებით თავარი მოვლენა ის არის რომ
ძალიან დიდხანს ცდილობდი შენი ცხოვრების შენის თავის, შენი პერსონის გამოთლას, რო იტყვიან, იმდენი გადაწყვეტილებები მიიღე ამ დროს, თან პარალელურად ფიქრობ, რომ აი აქ რო ვიღაცა ისეთი იყოს, რომ გადაწყვეტილებებს არ იღებდა და ისე მოქმედებდა, არა, ბევრჯერ დასვი წერტილი, ბევრჯერ მიიღე გადაწყვეტილება, ბევრჯერ შეიძლება წახვედი, ბევრჯერ ის, მაგრამ აი ვერ გამოხვედი. ამიტომ აქ გეუბნებიან, რომ იმდენი იმუშავე შენს თავზე, იმდენი იტანჯე და იმდენი დაემხე, რომ აი საბოლოოდ იწვება ეს შენი მიწიერი ტანჯვა, საბოლოოდ მთავრდება შენი მიწიერი ტანჯვა, რას გულისხმობთ აქ უფრო? ხო, თასების დებობაში. თავი მოვლენა მომავალ ერთი კვირის განმავლობაში. ხო, ანუ ძველი ყველაფერი დასრულდა, დაიწვა და აი ეს შენი, ასე ვთქვათ, გამალებული მუშაობა საკუთარ თავთან დაკავშირებითაც მთავრდება. გითხარით. აქ საკუთარ კარმას ამარცხებს, გეუბნებით, ვიღაცა ამარცხებს უდიდეს კარმას, აქ ადამიანი ამარცხებს საკუთარ კარმას, იმიტომ რომ სანამ ახალ ურთიერთობაში შევა, წარსულთან არ დაბრუნდება ეს ადამიანი, მოვა ეს ადამიანი შესთავაზებს ახალს, მაგრამ არა. მხოლოდ თანაბრობას მოითხოვს, ძველად როგორც განახლებას, ძველად როგორც იყო აქ ადამიანი ეტყვის, რომ არა, კარგი და თავარი მოვლენა რას გულისხმობთ აქ 16-ში თავარი მოვლენა თქვენს განმავლობაში. გამარჯობა რა. ბევრი ფიქრის შედეგად აქ შეიძლება სურვილი გქონდეთ განახლების ამ ურთიერთობის, მაგრამ მაინც წახვალთ წარსულიდან. საინტერესო. რა გელოდებათ საქმიანობაში? ახალი შანსები, ახალი გზები, გულის ტკენიდან გამოსვლა, თქვენი აღიარება და აი რაღაც, ეს რა არის? ეს ელოდება? არა, მთავრდება კი. აქ შეიძლება საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრჯერ იღებდით გადაწყვეტილებებს რაღაცა მიმართებაში და ვერ აღწევდით თავს. ერთი და იგივე თემას ატრიალებდით შეიძლება, მაგრამ ვერ აღწევდით თავს, ვერ აგებინებდით ადამიანებს თუ სიტუაციას თუ ასე შემდეგ და ბევრჯერ გეტკინათ გული. საქმიანობასთან დაკავშირებული გულის ტკენითი მდგომარეობა მთავრდება. აქ ვიღაც სრულიად აი აქაც ხო, სრულიად ახალ ეტაპზე გადადის ძვირფასებო, ან ახალ სამსახურში გადადის, სრულიად იცვლება ამის ცხოვრება, გამოდის, ოღონდ ძველი აბსოლუტურად მთავრდება. ის ახალი ეტაპი, რომელიც იქნება და ახალი შანსები, ახალი გზები, ამას გადაყავთ ხართ აბსოლუტურად მიწიერად მშვიდ სიტუაციაში, მშვიდ მდგომარეობაში. რა ჩამიშალეთ საქმიანობაში, რა ელოდება მომავალ ერთ კვირის განმავლობაში. კიდე იგივე, გეუბნებით, აი სულ ახალი ხალხო, რაზეც ძალიან ნერვიულობდით, ელოდებოდით. აი საიდანაც ვერ გამოდიოდით, რასაც ვერ ასრულებდით, თითქოს ვინც ეზოთერიკაშია, იმას ვიტყვი იმას, რომ თავის ცოდნის გაცემა მოუწევს ძალიან ბევრ ახალ ადამიანთან და დახმარება მოუწევს ახალი ადამიანებისთვის პრობლემიდან გამოსვლის პოვნაში.
აუ ძალიან მაგარი ამბები გელოდებათ საქმიანობაში ხო გეუბნებით, აი ძალიან მაგარი თქვენი პროფესიონალიზმის აღიარება, დიდი ფინანსური შემოსავალი, თითქოს არსაიდან გამოჩნდება ყველაფერი, იმიტომ რომ აქ გეუბნებით რაღაცა კარმა მთავრდება ვიღაცასთან საქმიანობაში, ვიღაცასთან პირადში, ვიღაცასთან ფინანსებში. აქ ხო აი ნახე მომავალი ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება ძალიან ბევრს შრომობდით თქვენ საქმესთან დაკავშირებით, რომ წარმატებით ყველაფერი კარგად გაგიკეთებინათ, ძალიან დაიღალეთ, მაგრამ აი რაღაცა შედეგს ვერ ხედავთ, ეს მთავრდება და შემოდის აი სიახლეები. ფინანსურად როგორ იქნება მომდევნო ერთი კვირა, ზღაპრული. ხალხო ფინანსურად იქნება ძალიან მაგარი, რომელიც არა მარტო ერთი კვირა იქნება, არამედ ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება. აქ როგორც ჩანს, შემოგივათ ინფორმაცია თქვენს შეიძლება კლიენტებთან ვინც მუშაობს, ახალი კლიენტურა წამოვიდეს და აქედან შემოგივიდეთ ფული. თქვენზე გავრცელდეს ინფორმაცია დაუშვათ, რომ კარგი ასე ვთქვათ, მომსახურება გაქვთ და აქედან შემოგივათ ფული. შეტყობინებას მიიღებთ, რომელიც ახალი წყაროდან შემოგიტანთ ფულს ძვირფასებო. ფინანსებში მოჩვენეთ კიდე როგორი კვირა იქნება. მოგიწევთ ბევრი მუშაობა. არა, ძალიან კმაყოფილი იქნებით ხალხო ფინანსურად, აი მე სულ ახალი. კი. მოულოდნელად ძალიან ბევრი სამუშაოც გექნებათ და ფინანსურადაც ძალიან კმაყოფილი იქნებით სამსახურში და ფინანსებში სრული რევოლუცია ხდება, ვიდრე აქამდე იყავით დადებით კონტექსტში. სიყვარულში რა გელოდებათ? აქ ვიღაცას პაემანი ელოდება, ეს იცოდეთ. ვიღაცას ელოდება, მოგიწევთ შეიძლება დაქალებთან საუბარი და ასე შემდეგ, რომ აი თქვენს წარსულიდან მოდის ვიღაცა მამაკაცი, ვისთან ერთადაც შეიძლება ამას შემოგთავაზოთ სერიოზული ურთიერთობა, კიდევ ვამბობ და ამაზე საუბარი მოგიწევთ. რა ელოდება სასიყვარულო ურთიერთობაში? წარსული რომ მოგიკაკუნებთ, ეს უეჭველია, მაგრამ ვისთან მიდის? არ მიიღებთ რა, გეუბნებით, აბა ეს რა არის? ვინ არის ეს? ხალხო, აქ ხო გეუბნებით, მაგრამ ვიღაცასთან წარსული ბრუნდება, ვიცოდეთ, წარსული გამოჩნდება, რომელიც არ მოისვენებს, სანამ არ დაგელაპარაკება და ვინც მიიღებს ამ ადამიანს, მიიღებს, ანუ მაინც მოძებნის ეს ადამიანი, თქვენ კი გაუშვებთ აქედან, მაგრამ ვიღაცასთან ეს ადამიანი მაინც მოტრიალდება, მოძებნის გასაღებს იმისას, რომ აი დაგელაპარაკოთ, ხვდებით, გაგესაუბროთ, გეტყვის, რომ ამახსნევინე, აი დამალაპარაკე შენთან, მე შევძლებ, რომ დავასრულო ის წარსული სისულელეები და აი აგიხსნა რა ხდებოდა წარსულში და გითხრა რა გეგმები მაქვს შენთან მომავალში და აქ ვიღაცას თან გეუბნებით თუ ქმარს ელოდებოდით ის ბრუნდება და თუ ის არის, რა ქვია, მამაკაც ელოდებოდით, ვინც თავის დროზე ვერ მოგცეთ ის, რაც უნდა მოეცა, მარტოობიდან ვერ გაგანთავისუფლოთ, ეს ადამიანი მაინც გამოანგრევს იმ ჩაკეტილ კარს და მაინც დაგელაპარაკებათ და აქ თქვენი ურთიერთობა გადავა ახალ ეტაპზე, ოღონდ უკვე ისეთი ფორმატით, რომ შეიძლება ქორწილისთვის მზადება მოგიწიოთ და აი ეს გაგეხარდება თქვენ და ქალებთან და ქორწილისთვის, როგორ აი თანაცხოვრებისთვის გადასასვლელად შეიძლება მოგიწიოთ პასატკლის ჩალაგება ნელ-ნელა და აი ძალიან მაგარი ამბები ხდება სასიყვარულო ურთიერთობაში, გეუბნებით. ვინც მიიღებს, აი ესე დაიყოფა, ვინც მიიღებს წარსულიდან მამაკაც, იმასთან მოხდება აუცილებლად თანაცხოვრება მინიმუმ და მაქსიმუმ ქორწინება. რასაც მე თქვენ გისურვებთ. ძვირფასო ქალბატონებო.
დაგემშვიდობებით, სიყვარულის პოზიტიური ენერგიებით. თუ იყო თქვენი გაშლა, მოიწონეთ ვიდეო ენერგობალანსის სახით და გისურვებთ როგორც ყოველთვის თქვენს სულში მზეს.